არ უნდა და არაფრის გაგონება მაშინ, ესე იგი ნამდვილი სიყვარულის სახელით მელაპარაკებო და შენო რა გესმისო? მეო ეგენი ორივე მიყვარს და მაგარი ბედნიერება მახარებს ცალკეც და ერთადაცოდ. რანაირად მეთქილია? ნამდვილ სიყვარულს ახასიათებს ეგეთებიო. მე ვერ ვხვდებოდი რამეს ვითომ არ ვიცი. არა, მაგრამ მე არ მწყინდა, იმიტომ რომ შეყვარებულ ადამიანს ზოგადად ჭკუა არ უნდა მოსთხოვო. იმიტომ რომ სიყვარული გავს ფაშიზმს. რადგან შეყვარებული ადამიანისთვის არსებობს მხოლოდ თვითონ და ის ვინც უყვარს და მორჩა. და იმერე არსებობს ეს დანარჩენი სამყარო, ეს მეორეხარისხოვანი ადამიანები, რომლებიც ვერ გრძნობენ არასმით, დეკორაციები არიან ფაქტობრივად. მიუხედავად დიდი ქრონომეტრაჟისა, თითქმის 3 საათი, სპექტაკლის საინტერესო და სასიამოვნო სანახავია. ეგ რო დიდხნიანია ეს სპექტაკლი. ეგ შენიშვნებიც მივიღეთ რა მაყურებლისგან ზოგს ესე და ზოგს სხვანაირ ისე რა, ანუ კი, იყო ეგ, კი, რა თქმა უნდა, იყო ეგ მომენტი, უბრალოდ მე როდესაც უკვე ხედავ ესე ვთქვათ რეაქციებს და როდესაც უკვე სპექტაკლი რამოდენიმეჯერ გაიმართება და მაყურებელი ამას იღებს და თან მით უმეტეს ისეთი მაყურებელი, რომელიც ესე ვთქვათ ტრადიციულად არ არის თეატრის მოყვარული, მე უკვე ეს გეხსნება. თუმცა თავიდან მქონდა, მე პირადად მქონდა ეგ განცდა, რომ აი ეს ცოტა გრძელი გამოვიდა, უბრალოდ იმდენად ვერაფერს ვერ შევცვლიდით ტექსტის თვალსაზრისით, რომ ვიფიქრეთ, რომ ეს დაგვეტოვებინა როგორც იყო. და მაგიტო დაველოდეთ მაყურებლის შეფასებას და რეაქციას. ესე ვთქვათ, ვაბანკზე წავედით მაგ მიმართულებით და მაყურებელმა დაგვიბრუნა ეს, იმიტომ რომ მიიღო, ესე ვთქვათ რა. როგორც მახსოვს, მარეგულირებელი ნიშნები იყო მაგის სუსტი წაიწერი. არა, პირველადი სამედიცინო დახმარება. მე პრაქტიკაზეც კი გავიდა ერთი გასვლა, მაგრამ აღმართზე ხელის მუხრუჭის ამოწევა დაამიწყდა. მაგრამ იმ დღესვე გავიდა მეორე. და წარმატებით სამი ვიყავით საგუშემატკივრო და გახარებული რომ ამოვიდა. ეხლა დავიდეთო და გამარჯვება აღნიშნოთო ერევანში. წავიყვანთ მანქანითო ფარაჯანოვის მუზეუმში წავიყვანა საოცარი მუზეუმი იყო. კარგი მოგზაურობა გამოგვივიდა. ბევრი კონიაკის დავლიდა. ადამიანები ძალიან გძლად ლაპარაკობენ ხოლმე, ხშირად შემიჩნევია ეგეთ რაღაცებს, რაც შეიძლება ორ სიტყვაში მოყვეს. და ამ პიესას ეგეც აქვს, რომ თქვათ ლაპარაკობს პანაშვიძე მართვის მოწმობაში, რამდენჯერ ჩაიჭრა ადამიანი და როგორ აიღო მართვის მოწმობა. ეს ხო არაფერს არ ნიშნავს, ეს ხო არაფსისულელია რა, მოკლედ, მაგრამ ეს საგანგებოდ არის. თქვათ ამის გარეშეც იარსებებს პიესა და ბევრი მრავალი ესეთი ტექსტია, მაგრამ აქ ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს უნდა დაიღალოს. დამღლელი უნდა იყოს ეს დიალოგი და უნდა მიხვდეს მაყურებელი, რომ რაღაც ზედმეტი არის. ამ ყველაფერში რაღაც ეგაზრით დევს და ამიტომ დიდად არჩევა მციდეთ რა შემდეგ. კოლეგებმა შევაჩვენეთ ეს ცხონებული. მე ესე უთხარი, ბიჭო, არჩევ, თურმე რა მოგიყვანა სპექტაკლის სათამაშოდ, მით უმეტეს ამ სპექტაკლზე კლარჯეთის მეისტრები, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ კი რა. Gage bıçı her çıkan ya geçer. Ya çabuk dasız gamke çabuk kapitals xelpası. 50 ლარის დედა. Erge ya 50 ლარში გასაკ მეგა. So აყურებას ფული აქვს გადახდილი. უკანასკნელი კაპიკები გადაიხადეს ჩვენ სანახავად ზოგი რაიონიდანაა ჩამოსული და სპექტაკლის მერე მატარებელს უნდა მიუსწრო. შენ კიდე ესე უპასუხისგებლოდ, უი, შენ მირცხვენია შენი ნამუსი.
შემირწმენია შენი მსახიობობა არჩილქია ჩელო. კარგი და სტირილი. მე სადი წყალი შეისხი. შემოისხი და 10 წუთში სცენაზე გავთივა. ეს არის რაღაცნაირად მსახიობების კრებითი სახე, რომელიც შეიძლება რაღაც ეტაპის მერე, რაღაც წლების მერე უცბად მეც ვიყო და მე თვითონ ვერ გავიაზრო ის, რომ მე უკვე ეგ ვარ. ან შეიძლება დღეს უკვე ეგ ვიყო, ოღონდ ესე არ ჩანდეს, რომ მე ვარ და არ მართლა კრებითი სახეა ქართველი მსახიობების ეს რაც არის. უბრალოდ ის მომწონს მე, რომ ეს იმდენად უტრირებული და იმდენად რაღაცა ჟანრში არის, რომ საწყენად არავისთვის არაფერი არ იქნება რა. ყველასთვის სასაცილო არის ეს ამბავი რა, როგორც არის წარმოდგენილი. პირველად გამოცდებზე მე წავიკითხე გალაქტიონ ტაბიძის ლექსი, მას გახელი დარჩა თვალებს. კითხულობ ამ ლექსს და უცებ მახსოვს. დავკარგე თავიცით და მთლიანად გადავეშვი ამ ლექსის სამყაროში, ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემ ცხოვრებაში მანამდე. სახლში როცა მეცადინეობდი, არ მქონია იცით ესეთი შეგრძნება ეთყობა საგამოცდო ღელვამ ავტორიტეტულმა აუდიტორიამ სხვადასხვა გაგებამაც ალბათ შემიწყო ხელი რომ ესეთ გამოუცდელ 17 წლის გოგოს მეგრძნომ გარდასახვის ჯადოსნური წამი და დავამთავრე ამ ლექსის წაკითხვა და რას ხედავ. სპექტაკლში, ისევე როგორც თეატრების უმრავლესობაში, პირველობას და დომინანტობას არავის უთმობს პრიმა მსახიობი, რომელიც თავს საუკეთესოდ და შეუცვლელად თვლის. თუმცა ამ ამპარტავნების მიღმა მის თითქმის სასოწარკვეთილ მონოლოგს ვისმენთ, რომელშიც არსებული გარემოს გარღვევის სურვილზე გველაპარაკება. მაშუქის ფული გადავიხადოთ, რომ ვიან არ ვიგებდეთ ახალ ამბებს იყო. ბერლიში წავიდეთ. არ მინდა ცხოვრება. შენ ერთად მინდა რომ გავახციო. აქ შენ არა ვიჭირდებით. ყველას ფეხებზე ვკიდივართ. ყველა საშინლად გვექცევა. ამ ქვეყანას არ ვჭირდებით. ამ საზოგადოებას არ ვჭირდებით. შენი ცხოვრებაც და ჩემი ცხოვრებაც სანდრით არის ხალხი. ალბათ ამიტომ არ ჩაყარებულები ვიცი. ვიცი, რო სიტყვა ყველაფერს ეჭქვეშ აყენებს მათ შორის ჩვენ სიყვარულსაც, მაგრამ ხო შენც ისე მოგინდა საკეთებს ახლა როგორც მე მინდა ამ პერსპექტივებიდან გავქცევა ამ უიმედებიდან გავქცევა იმ უაზრო პასუხისგებლობებიდან რომელსაც ჩვენი მშობლები გადმოგვცემენ. იმის მიუხედავად, რომ დღეს ბევრი საუბრობს თანამედროვე თეატრში მეტყველების კულტურის ნაკლოვანებებზე, პათეტიკური მონოლოგის თითოეული მსახიობის არამხოლოდ სიტყვა, ბგერაც კი აღწევს მაყურებლის ყურამდე. ერთი სიტყვა აღხსენები არჩილზე და მე როგორ მივხვდი, რომ ლია ცუდად არის. მეკითხები, რომ რაში მეთქი ლია ეს დღეები რას აკეთებდა. რა ვიციო, ფანჯრის რაფაზე ვზივარ და სტატისტიკას ვაწარმოებო. და რა სტატისტიკას მეთქილია? აი, ჩემი ფანჯრის წინ რომ მოსახვევია, მან ვუყურებ რამდენი მანქანა აანთებს პავაროტნიკს და რამდენი არაო ხალხო. მე მეგონა რომ მოვკვდებოდი. ვედი ჩიგედა ჯოგარელი არის ამასო. მოდი ვილაპარაკოთ. მოდი შენ ჩემი ერთი მეგობარი რომელიღაც სპექტაკლში ამბობდა. ეს კუჩის ზაღლები ხვდებით რომ კუჩის ზაღლები ხარ? ვანო თარხნიშვილი სპექტაკლში მოწვეული მსახიობია. როგორც თავადაღნიშნავს, მისი დაინტერესება პიესასთან ერთად ჰარაკის განსხვავებულმა თეატრალურმა ხელწერამ განაპირობა. აი, ზუსტად მაგ განსხვავებულობის გამო ცოტა მაგრამ ისე ჟღერს, მაგრამ დავთანხმდი რა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ჩემს მეგობრებთან ერთად ასეთ თეატრში მემუშავა, იმიტომ რომ ჯერ ერთი სივრცე ძალიან მომწონს, ადამიანები არიან ძალიან გახსნილები, გონებითაც და ზოგადად ყველა ენერგეტიკულადაც და რაც მთავარია, ისე უყვართ თავიანთი საქმე. თითოეულს, აი ყველა გამნათებელი, მუსიკოსი, მსახიობი, რეჟისორი, ყველას ისეთი ფანატიკური სიყვარული აქვს თავის საქმის
და ბოლომდე თავდადებულები არიან, რომელიც აკადემიურ თეატრებში ცოტა უკვე ხმამაღლად შემიძლია ვთქვა, რომ გაშენელებულია რბილად რომ ვთქვა. აქ არის ეს ნამდვილი რაღაც თუხთუხი ამ ყველაფრის და ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება ყოველდღე აქ მოსვლა. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. პრინციპში ყველა უკვე ვიყავით მზად იმისთვის, რომ რეპეტიციები დაგვეწყო და რაღაც დროს თავში გამიელვა იდეამ, რომ ხوار იქნება კარგი, რომ ვანიკო იყოს ამ როლზე და როგორც კი შევთავაზეთ ვანიკომაც პრინციპში რომ წაიკითხა პიესა, ისიც აენთო, ესე ვთქვათ, ეგრევე და დავიწყეთ მუშაობა. პირველი შემთხვევა იყო, რომ ესე ვთქვათ, ჩვენზე ოდნავ უფროსი თაობის მსახიობიც შემოვიდა ჩვენს თეატრში. ეს იყო პირველი შემთხვევა ვანიკო თარხნიშვილის და ძალიან მადლობელი ვარ, ესე დაგვრთანხმდა, აყვყვა და ჩვენთან არის დღეს. Ბაჩილ! მახსოვს! რა კარგი პარტნიორობა გამიწია სპექტაკლში! გურიანის მოშენებები! მართალია ტექსტი ხშირად გავიწევდებოდა და მე გავხსენებდი ხოლმე, მაგრამ საოცრად თამაშობდი! ეს! სწორედ! თეატრის სცენაზე ხორციელდებოდა და სიმბოლურია, რომ მეც თეატრის სცენიდან გემშვიდობები. პრემიერის წინ 2 დღით ადრე რომ გავაკეთეთ პრაგონი, მოხდა ისეთი რაღაცა, რომ საერთოდ აღარავის აღარ გვინდოდა ამ სპექტაკლის თამაში. გვეგონა, რომ ეს იყო კრახი. ანუ გვეგონა, რომ ეს სპექტაკლი ვერ შედგება, ეს სპექტაკლი ვერ გამოვა. იქით ბიჯექით დერეფანში ვიღაცები ტიროდნენ, ვიღაცები მოთქვავდნენ, ვიღაცები ნერვიულობდნენ და აი ესეთი რაღაცა ხდებოდა. მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ შედგა ეს სპექტაკლი და რაღაცნაირად ხალხთან ძალიან ახლოს მივიდა და აი მაგ დროს ხვდები რა, რომ სპექტაკლი არასდროს არ იარსებებს მაყურებლის გარეშე. სპექტაკლი საბოლოოდ შეავსო იმან, რომ მაყურებელი მოვიდა. არა ბიჭო, ორი ლისტი გიწოდარდონი მინდოდა, ხო? ხო. არა ის კრაკული ჭერი ხო? კი. მიდი რა, გეხვეწები მაგისტრის სკოლაში შენ. მიდი ხო. კი, არა პრობლემა. თიბის საქართველოს, რომელიც კი. მით უმეტეს როცა არის მონოლოგებზე დაფუძნებული სპექტაკლი, როცა დიალოგი არ არის და ძირითადად ელაპარაკები მაყურებელს. იქამდე თუნდაც პრაგონზე იყო თუ ეს რეპეტიციაზე იყო, მიწევდა ხოლმე სკამთან, კედელთან მელაპარაკა. როგორც კი ჩემთან შემოვიდა პარტნიორი, როგორც მაყურებელი და როგორც ყველასთან რო შემოვიდა პარტნიორი როგორც მაყურებელი, სპექტაკლი გაცოცხლდა უცბად და მივხვდით, რომ ის შეუმდგარი სპექტაკლი, რომელიც 2 დღის წინ კრახი გვეგონა, თურმე ძალიანაც ნორმალური სპექტაკლია და ხალხს მოწონს. არჩი. მახსოვს ერთ ორკაციაში ვთამაშობდი. არჩი გასწრა. მოკლედ ეს ზუსტად არ მახსოვს პიესის სახელი რა, ხალხში დიდი პოპულარობითაც არ სარგებლობდა ესეთი ამერიკული ტექსტი იყო აბსურდის ელემენტებით და ერთმა კრიტიკოსმა ისიც დაგვიწერა, გაიხედეთო გარეთო ხალხი რა დღეშიაო, ამ დროს ასეთი იდიოტური არაფრის თქვენი პიესის დადგმა იქნება. კაი რა თუ ჩემი ძმა ხარ, ჩვენ კი ვერ თობოდით და არა არჩი. განახსენეთ მაყურებელი როგორც პარტნიორი და ყოფილა შემთხვევა ვთქვათ ეს პარტნიორი ცუდი ყოფილა. კი, რა თქმა უნდა და მაგ დროს რა შვები? მაგ დროს ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება. მაგ დროს იწყება ბრძოლა. და მაგ დროს იწყება ბრძოლა და ბრძოლა მიდის იქამდე სანამ არ გაიმარჯვებ რა. ბოლომდე უნდა იცადო რომ გაიმარჯვებ. არ ვიცი, ამით შეიძლება რომ სიამოვნებანი იყო და იკაიფო. ასე რომ პირიქით ეგეთი მაყურებელი უფრო საინტერესოა, რომელიც არ მოყვება რაღაცნაირად და ებრძვებას. არ ვიცი, რამდენი მსახიობიც არის, იმდენი აზრია ალბათ ამ ყველაფერზე, მაგრამ პირადად ჩემთვის მთავარი რაც არის ენერგია, რომელიც მოდის პარტერიდან და
გამორიცხულია, რომ უბრალოდ არ შეიძლება არ იმოქმედოს შენს, უბრალოდ შეიძლება არ შეგეტყოს და ყველაფერი ჩვეულებრივად გაკეთო ადან მიხვიდა ბემდე, მაგრამ მე ყოველთვის გრძნობ და მე ყოველთვის ვაფასებთ პირველ რიგში, რასაც ვამბობთ პირველი მოქმედების ბოლოს თუ სპექტაკლის დასრულების ბოლოს პირველი კომენტარი რაც ერთმანეთში ვაკეთებთ, როგორი მაყურებელი იყო, იმიტომ რომ რეაქცია არის ყველაზე მთავარი რაც მოდის, რომ მე სწორი ენერგია მივცე ან შესაბამისად ერთ წრეში ვტრიალებთ. ყველა ვიცის მამა ჩემის საზარელი ამბავი. სათაკილო არც არის ამის მოყოლა, მით უმეტეს ყველაფერი ბედის წერა იყო. ღმერთებმა გაგწირეს და არა როგორც ზოგნი ამბობენ ადამიანურმა ბუნებამ ღმერთებმაც არა. ინსტიტუციამ გაწირა მთელი ჩემი ოჯახი, ინსტიტუციამ, რომელიც ღმერთების სახელით ველაპარაკება. თავიდან ვაკეთებდით სრული სერიოზულობით, რომ ხან არის პატივი ვცეთ ამ ხელა რაღაც ამბავს, ისტორიის ნაწილიც არის კულტურის, ლიტერატურის ყველაფრის და სრულ ფეხში გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, როგორც მუშაობენ ხოლმე ზოგადად ტრაგედიებზე. მისი წინასწარმეტყველება მით უფრო ტაძრის გარემოში მოსმენილი ოიდიპოსზე კიდევ უფრო ურწმუნოსაც შთააგონებდა საზარელ შიშებს. ორაკულმა კი უთხრა ის, რაც ყველამ კარგად ვიცით. მოკლა მამას და საკუთარ ძეგას სოლაშენთა ამის მოსმენით შეწუნებული ოიდიპოსი სწრაფად გაეცალა ფოკიდას და გზაუნიშნოდ განაგრძო ერთადერთი აზრი ამოძრავებდა რაც შეიძლებოდა გასცდენოდა ყოვითოს აღარ ენახა დედამისი და მამამისი გადაჭრა რაღაც და ეს რაღაც კონკრეტულ ნიშამდე რომ მოგვეწონა, მე უკვე მაიმუნობებით დავიწყეს შეგნით და ეს ყოველ სპექტაკლზე სხვადასხვანაირად ხერხდება, გაჩნია მაყურებელს რა ემოცია აქვს, იმიტომ რომ მე ვარ რაღაცნაირი მსხვერპლი ამ ბავში, რომ ჩემგან გამომდინარე უნდა მიხვდნენ მე რა ხდება სპექტაკლში, იმიტომ რომ მანამდე ჩვეულებრივი ყოფითი დიალოგია, მე უცბად ფახდა ანტიკურ რეალობაში ვხვდებით და ყველა არის ხოლმე ძალიან რომ ეხა ამის საყურებლად მოვედით თუ რაღაც და მე უკვე ვანიკო დარხნიშული რომ შემოდის ხვდებიან რომ არა ეს ეხა დამშვიდდება. ძვირფასო მამა, ვიცი ამ წერილს შენ ვერ წაიკითხავ და ანტიგონეს სთხოვ მის წაკითხვას, ამიტომ ორივეს გატყობინებთ. რას? პოლიტიკამ დაეთანხმება ერთმანეთი და ხოცე. წაული მციხავს მთელი ოლიმპო. წაული მციხავს ღმერთები რომლებიც დივში მიდგანან ცოტათი შარჟიც არის. კი, არის, რა თქმა უნდა არის, მაგის მეტი რა გვაქვს ნანახი, ხო, ან მაგაზე გაზრდილები პრინციპში თქვენც და მეც დაახლოებით, ხო, მან რაღაცა ეგეთი ბმა არის და კი, იმიტომ რომ არნიშნავს იმას, რომ ეს ძალიან კარგია და მოგწონს და მაგიტო ვაკეთებთ, ან ცუდია და მაგიტო ვაკეთებთ, უბრალოდ ესეა, ესე თამაშდებოდა ჩვენ თვალწინ დადგმული ანტიკური ნაწარმოებები, აი ბოლო პერიოდის გამორიცხვით უკვე. და კი, მაგაზე ხუმრობა ყოველთვის ისეთი ერთთან თეატრალს ყოველთვის სხვანაირად გაკრავს, რომ იმიტომ რომ ერთ დროს რაღაც ძალიან შთაბეჭდილებას ახდენს, მე უკვე ვერ ვყვევი ამ მეთოდებში და ხერხებში, უკვე ხვდები, რომ ეს უბრალოდ სხვა რო ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ. მაგიტო არის ესე. მამა არის. მაგრამ ძმასავით მიყვარს. ძმა არის. მაგრამ მამასავით ცემპატიის ამის თქმის არ მცხვენია ეს ყველაფერი როგორც უკვე ვთქვი დელფოს ორაკულთა ინსტიტუციამ დაგმართა მე და ჩემს ოჯახს მოდგმას ლაიოსისას რომელიც არც ისე ბოროტი იყო როგორ მახინჯადაც ამას ისტორიკოსები მიხატავენ და ეს დისბალანსიც რატომაც არა თეატრია და შეიგრძნონ ისიც და ისიც არ არსებობს რომ იმ რაღაცა სიტყვამ თუნდაც აი ამ რაღაცნაირ ქარაგმულად ნათქვამ ამ მოანტიკურო ფრაზამაც თუნდაც რაღაცა შთააგონოს ან ხო შეიძლება არ ქონდეს საკითხული თანამედროვე მაყურებელს და ესე დრამატულად კი არ მივაწოდოთ აი ჩვეულებრივად მივაწოდოთ როგორც რაღაცა ფილმი მაგალითად როგორც რაღაც ამბავი და აქედან გამომდინარე ესეც რაღაცნაირი ბიძგია რომ გაიცნოს რომ თქვა ეხლა შეიძლება არ გვაინტერესებს ეს თემები მაგრამ თან როგორ ახლოს არის შეწყვიტ ეს თეორი ეთი გაყოყოჩდა შეძლება მესრიდე ძალიან მომაბესე თავის თავი
ეს ამერიკული ტექსტი რაც არის, ეგ იყო ხოლმე ჩემი თემოსი და ჩვენი კიდე ერთი მეგობრის ხუმრობა რა. სკოლაში როცა ვიყავით ხოლმე, ესე მივმართავდით ერთმანეთს, რომ ვითომ მე სტენლი ვიყავი, ის იყო და აი ესეთი ხუმრობებით ვაწყობდით ხოლმე ერთმანეთთან რაღაცნაირ კომუნიკაციას და ურთიერთობას და ეს ყველაფერი უცბად პიესაში ჩადო და გადმოიტანა პიესაში და ჩემთვის ძალიან სასაცილო და კარგი იყო და მაგიტომ ანუ მაგის თამაში ნამდვილად არ გამჭირვებია, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მაგას მაკეთებინებ და ფაქტიურად თემა და ჩვენი ურთიერთობა. პრინციპში გვინდოდა გვეჩვენებინა უფრო 80-იანების ბოლო ნაწილის ესთეტიკა, რომელიც აი ქართულ ფილმში გაიელვებს ხოლმე. ფილმის შემთხვევაში იყო ეს რაღაც ნოსტალგიური განცდა ჩვენი საბჭოთა ფილმის ისტორიის მიმართ. თავისი მუსიკით და დათომაც ზუსტად დაიჭირა ეგ მუსიკალური ნაწილი რა. გამოცდების მესამე ტურზე გავიცანი გამოსთავზეც ერთად შევედით და მას მისცეს ესეთი ეთიუდი. უნდა გაელვო გაყინულ ტბაზე. რაც შეეხება ეთიუდს, ეს იყო როგორც აი თეატრალური ინსტიტუტის რაღაცა ნოსტალგია, ესე ვთქვათ რა, რომელიც არ ვიცი როგორ თქვა, მაგრამ აი გვეჩვენებინა როგორ ხდება ეს ყველაფერი რა, აი როგორ ღელავენ ეს აბიტურიენტები, როგორ უხსნიან ამ ღელვას კომისიის წევრები, უფრო გრძელი იყო ეგ ეტიუდი სხვა შორის გადაღებული, მაგრამ ისედაც გრძელი სპექტაკლია და მაგიტომ ეგ ვიდეოც და ფილმიც შევამოკლეთ რა. სწორედ ეს დიაფიქსი მამოძრავია, რომ ჩვენ აღარასოდეს დავბრუნდებით უკან, აღარასოდეს გავიხდით ჯინსებს და აღარასოდეს ვივლით ქუჩაში ტრუსებით. არჩილი ჩვენი პარტიის მტკიცე მხარდამჭერი. საჯაროდ ამას არ გამოხატავდა ხოლმე, მაგრამ არჩევნების წინ პირად საუბრებში ვუშვებ შემთთვის. ოღონდ ისინი წაეწნენ და ჯანდაბას მას. თვითირონია არის დიდი დოზით და როდესაც თვითირონიულად აწვდი მაყურებელს რაღაცას, ის აღმზრდელობით ქვეტექსტებს ხო ისე უხეშად არიღებს, თქვათ, თუ ასეთია. ნუ ამ პიესაში ყოველ შემთხვევაში ესეთი ჩანაფიქრია. კი, მე საერთოდ მგონია, რომ ადამიანებს უფრო მეტად ამახსოვრდება და ალბათ, როდესაც პირდაპირ არ აწვდი რაღაცებს. აი, როდესაც პირდაპირ მიუხედავთ იმისა, რომ ამ სპექტაკლში არის ძალიან პლაკატური და პირდაპირი მომენტები, ჩვენ მაინც ვცდილობდით, რომ ეს ყოფილიყო იუმორის საფარქვეშ, ასე ვთქვათ, მიწოდებული სათქმელი. და მგონია, რომ ეს მუშაობს, ეს უფრო ამახსოვრდება. ჩემი რჩევა იქნება, რომ გაეცნოთ ამა თუ იმ პარტიის იდეოლოგიებს, არჩევნურ პროგრამებს და ამის მიხედვით ვიწყებთ მაგას სიმპათიებს თუ ანტიპათიებს. აი ვის რა გიქმა გქონდათ მე შეგოხაზებთ, ნუ აი ყველას იმის გამოხაზავთ, რომ სხვა არ მოგწონთ, მე ეს სხვა რომ არ მოვიდეს, იმას ხაზავთ მოკლედ. საარჩევნო პროგრამებს გაეცანით, მარტივია. ხო, ან ეს დეპოლარიზაციის პუნქტი, ხო, კარგით, შეასრულეთ. ნუ გძულთ რა და ნუ რაღაცა ზიზღით ვლაპარაკობთ ერთმანეთის მიმართ რა. ვერ შედგებით ასე საზოგადოებად, ბედნიერები ვერ იქნებით. ვიცი, რომ თქვენ არ მოგიფიქრებიათ ეხა ერთმანეთის მიმართ გადაგდით. თეატრმცოდნე ვალერი ოთხოზორია სპექტაკლის შეფასებისას აღნიშნავს. და მაინც, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ძალიან კომიკური, პრაქტიკულად უნაკლოდ აგებული წარმოდგენა, ნაჯერის სევდითა და ზედაპირულობით, რიტუალების თვალთმაქცობით, სიყვარულისა და ერთგულების სფერებით, მოქარგული ეგოიზმითა და მგზავრობით. იმიტომ, რომ ესაა ახალი თაობის ნამუშევარი, რომელიც წინა თაობების კომუნიკაციის ენას გაემიჯნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ენა არააგრესიულია. პირიქით,
ისაა კეთი, იუმორისტულად ჰუმანური, პოეზიით სავსე და გულწრფელი. კი, ამას ახერხებს უკვე თვითონ დრამატურგი თემო რეხვიაშვილი, რომელმაც პრინციპში ეს რაღაცნაირად ჩემთვის ცოტათი მოუხსნელი ეხა რომ ჩამოგიყალიბოთ ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ფაქტია რომ ახერხებს, რომ ეს არ არის უпростоრედ ეს არის ძალიან კონკრეტული, მაგრამ არ ვიცი, სამწუხაროდ შეიძლება ეს იყოს კიდევ წლების მერეც აქტუალური. აი, ამას ახერხებს. იმიტომ რომ ეს მგონია რომ არის ადამიანებზე. არის ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, არის თეატრზე, არის თეატრში მომუშავე ადამიანებზე და აი მათ სევდასა და სიხარულს გვიზიარებს, ესე ვთქვათ. და ზუსტად ამიტომ შეიძლება არ იყოს ეს ძალიან კონკრეტული. იმიტომ რომ ეს ყოველთვის მუდამ მეორდება და ყოველთვის არის ეს პრობლემები სამწუხაროდ. იმიტომ რომ ადამიანი არ იცვლება, ხო? ადამიანი არ იცვლება. ხო? ზუსტად. არჩილქიაჩელმა მე ადამიანების მიმართ წმენა დამეკრო. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი. ერთხელ მითხრა, ადამიანის სიკვდილს ტირილი და ქვითინი არ უხდება. ბოლოს ყველა მოუკვდება. მაგრამ სული უკვდავია. ამის მჯერა მეც. მაგრამ ქუჩის ძაღლებთან ამის განხილვას არ ვაპირებ.